დღეს ირანმა უბრალოდ შესთავაზა ომის დასრულება ბირთვული შეთანხმების გარეშე, ხოლო აშშ-ს უბრალოდ რეგიონის დატოვება. ირანსა და აშშ-ს შორის მოლაპარაკებები საბოლოოდ ჩიხში შევიდა და დონალდ ტრამპი აშკარად ნერვიულობს, რადგან გავრცელდა ინფორმაცია, რომ აშშ-მ შესაძლოა ახლო აღმოსავლეთში უკვე მეოთხე ავიამზიდი გადაიყვანოს. ამავე დროს ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა აბას არაქჩიმ, რომელიც დღეს მოსკოვში ჩავიდა ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად, განაცხადა, რომ ირანს აშშ-ს როგორც სუპერდერჟავის დამცირება შეძლო. მაგრამ ამასთან ერთად ირანმა დონალდ ტრამპს ახალი გენიალური წინადადება წარუდგინა ჰორმუზის სრუტის მუშაობის აღდგენისა და ომის შეწყვეტის შესახებ. ამასთან ირანი ბირთვულ მოლაპარაკებებს უბრალოდ უფრო გვიან ეტაპზე გადადებას სთავაზობს. მაგრამ ფაქტობრივად ირანი დონალდ ტრამპს მოუწოდებს აღიაროს ომის მარცხი და უბრალოდ დაასრულოს იქ. დონალდ ტრამპი უკვე ჩაერთო. გაბრაზებით აცხადებს, რომ ირანთან მოლაპარაკებები აღარ იქნება, მაგრამ ეს ზუსტად ასე არ არის. ამასობაში ნავთობის ფასები კვლავ ისტორიულ მაქსიმუმებს აღწევს. ჩემი სახელი ალექსეი პეჩი, მოდით ერთად განვიხილოთ ეს თემა. მაგრამ სანამ დავიწყეთ, თხოვთ, გამოიწეროთ არხი, მოიწონოთ ეს გამოშვება და დაწეროთ ნებისმიერი კომენტარი ამ ვიდეოს ქვეშ. გარდა ამისა, გამოიწერეთ ჩემი Telegram არხი პეჩი ნიუსი, ბმული მასზე მოცემულია ამ ვიდეოს აღწერაში. მაშასე, ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი აბას არაქჩი დღეს მოსკოვში ვლადიმერ პუტინთან შეხვედრისას აშშ-ს დაადანაშაულა მშვიდობის მოლაპარაკებების ჩაშლაში და ვაშინგტონის მოთხოვნები გადაჭარბებულად შეაფასა. შემდეგ მოყავს მისი ციტატა. მოლაპარაკებებში იყო გარკვეული პროგრესის ნიშნები. ამერიკული მიდგომა იმ შედეგამდე მივიდა, რომ წინა რაუნდმა თავის მიზნებს ვერ მიაღწია. ეს მოხდა აშშ-ს გადაჭარბებული მოთხოვნებისა და არასწორი მიდგომების გამო. ჩვენ მოგვიწია კონსულტაციების ჩატარება ჩვენს მეგობრებთან პაკისტანში, რათა განგვეხილა სიტუაცია. და აი არაქჩისთან შეხვედრის შემდეგ უკვე რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა მოულოდნელად შესთავაზა შუამავლობის მომსახურება აშშ-სა და ირანს შორის მოლაპარაკებებში. როგორც ჩანს, პაკისტანი არ კმარა, თურქეთი არ კმარა, კატარი არ კმარა, ეხლა კიდევ რუსეთი ამბობს. ჩვენ ვიქნებით შუამავლები. ფაქტობრივად პუტინმა დაპირდა მხარდაჭერას ირანის რეჟიმს. და მაპატიით მოიყვან ვლადიმერ პუტინის ციტატას. ჩვენ ხედავთ, როგორ მამაცურად და გმირულად იბრძვის ირანის ხალხი თავისი დამოუკიდებლობისა და სუვერენიტეტისათვის. და რა თქმა უნდა, ძალიან ვიმედოვნებთ, რომ ამ სიმამაცისა და დამოუკიდებლობისკენ სწრაფვაზე დაგრძნობით ირანის ხალხი ახალი ლიდერის ხელმძღვანელობით გადალახავს ამ რთულ გამოცდის პერიოდს და დადგება მშვიდობა. ჩვენი მხრიდან ყველაფერს გავაკეთეთ, რაც შეესაბამება თქვენს ინტერესებს. შეესაბამება რეგიონის ყველა ხალხის ინტერესებს. რათა ეს მშვიდობა რაც შეიძლება მალე დამკარდეს. მინდა გთხოვოთ ეს მიმართვა არაქჩისადმი. Передать самые искренние. მადლიერება გამოვხატო ამისთვის და დავადასტურო, რომ რუსეთი, ისევ როგორც ირანი, აპირებს გააგრძელოს ჩვენი სტრატეგიული ურთიერთობები. მაგრამ არაქჩისა და პუტინის ეს შეხვედრა გარკვეული ქვეტექსტიც ჰქონდა. საქმე ისეა, რომ აბას არაქჩის მოსკოვში ვიზიტის წინადვეს ირანმა ამერიკის შეერთებულ შტატებს ახალი წინადადება წარუდგინა. ჰორმუზის სრუტის მუშაობის აღდგენისა და ომის შეწყვეტის შესახებ. ამასთან ბირთვული მოლაპარაკებები გადაიდო. Поздний этап. То есть ირანი დონალდ ტრამპს სთავაზობს აღიაროს ომის მიზნების მიღწევაში მარცხი. დიპლომატიური მოლაპარაკებები როგორც იცით ჩიხში შევიდა და ირანის ხელმძღვანელობა აზრთა სხვადასხვაობას ავლეს იმასთან დაკავშირებით, თუ რა ბირთვული დათმობები უნდა იყოს შეთანხმებული. ირანის წინადადება საშუალებას მისცემდა ამ საკითხის გვერდის ავლით უფრო სწრაფად გაფორმებულიყო მშვიდობის შეთანხმება, უბრალოდ ომის შესაჩერებლად. თუმცა ბლოკადის მოხსნა და ომის შეწყვეტა დონალდ ტრამპს საერთოდ ყველა ზემოქმედების ბერკეტს საართმევდა მომავალ მოლაპარაკებებზე ირანის გამდიდრებული ურანის მარაგებთან დაკავშირებით და თეირანის დარწმუნების მცდელობაში, რომ შეეჩერებინა გამდიდრება. და ეს ორი ძირითადი მიზანია დონალდ ტრამპის ომის მთლიანობაში, ირანის წინააღმდეგ. ეხლა იუწყებიან, რომ ტრამპი თეთრი სახლის სიტუაციურ ცენტრში ირანთან დაკავშირებით კონსულტაციებს ატარებს. ტრამპის გუნდი განიხილავს ჩიხურ მდგომარეობას მოლაპარაკებებში და შესაძლო გამოსავლებს. და აი კვირას Fox News-ისთვის მიცემულ ინტერვიუში დონალდ ტრამპმა მიანიშნა, რომ სურს გააგრძელოს საზღვაო ბლოკადა, რომელიც ირანის ნავთობის ექსპორტს აჩერებს. იმ იმედით, რომ ეს თეირას აიძულებს დათმობაზე წავიდეს მომდენო რამდენიმე კვირის განმავლობაში. შემდეგ ტრამპის ციტატა. როდესაც თქვენი სისტემით უზარმაზარი რაოდენობის ნავთობი გადის, თუ რაიმე მიზეზით ეს მილსადენი იკეტება, რადგან ვერ ახერხებთ ნავთობის კონტეინერებში ან გემებზე ჩატვირთვას,
ხდება ამ მილსადენის აფეთქება. შიგნიდან ამბობენ, რომ მათ მხოლოდ დაახლოებით 3 დღე სანამ ეს მოხდება. აქვე შეგახსენებთ, რომ აშშ-სა და ირანს შორის მოლაპარაკებების კრიზისი კიდევ უფრო გამწვავდა შაბათ-კვირას, მას შემდეგ, რაც ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი აბას არაქჩი ეწვია. შემდეგ ციტატა. მაშინ თეთრმა სახმა გამოაცხადა, რომ ტრამპის წარმომადგენლები სტივენ ვიტკოვი და ჯარედ კუშნერი ისლამაბადში აბას არაქჩის შეხვდებიან. მაგრამ ირანელმა ერთნიშნული პასუხი არ გასცეს იმაზე, იქნებიან თუ არა ისინი მოლაპარაკებებზე. ტრამპმა საბოლოოდ განაცხადა, რომ ირანის პოზიციამ აიძულა ის გაეუქმებინა. შემდეგ ტრამპის ციტატა. მე არ ხედავ აზრს, რომ სტივენ ვიტკოვი და ჯარედ კუშნერი გავგზავნოთ 18 საათიან ფრენაზე ამჟამინდელ სიტუაციაში. ეს ძალიან დიდხანს გაგრძელდება. ჩვენ შეგვიძლია ეს ტელეფონით გავაკეთოთ. ირანელებს შეუძლიათ დაგვირეკონ თუ მოისურვებენ. ჩვენ არ ვაპირებთ, უბრალოდ წავიდეთ და იგვიჯდეთ. ამავე დროს კვირას არაქჩიმ გამართა მოლაპარაკებები ომანის ოფიციალურ პირებთან მასკატში, რომლებიც ეხებოდა ჰორმუზის სრუტეს. რის შემდეგაც ის დაბრუნდა ისლამაბადში პაკისტანელ მოლაპარაკებებთან მეორე რაუნდისთვის. ამის შემდეგ არაქჩი გაემგზავრა მოსკოვში, სადაც შეხვდა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს. და ეხლა ირანიც ცდილობს ომანისა და რუსეთის დახმარებით როგორმე უზრუნველყოს ჰორმუზის სრუტის გახსნა. და აქ პრობლემა შემდეგშია. არაქჩიმ უკვე მკაფიოდ მიანიშნა პაკისტანელ, ეგვიპტელ, თურქ და კატარელ შუამავლებს, რომ ირანის ხელმძღვანელობაში არ არსებობს კონსენსუსი იმის შესახებ, თუ როგორ უპასუხონ დონალდ ტრამპის მოთხოვნებს. აშშ სურს, რომ ირანმა მინიმუმ 10 წლით შეაჩეროს ურანის გამდიდრება და ქვეყნის გარეთ გაიტანოს მთელი გამდიდრებული ურანი. ამიტომ ირანმა შესთავაზა უბრალოდ დროებით დაივიწყონ ბირთვული საკითხი. თეირანის მიერ შეთავაზებული შეთანხმების ფარგლებში ზავი ძალიან დიდი ხნით გაგრძელდება, ან ორივე მხარე შეთანხმდება ომის საბოლოო შეწყვეტაზე. ირანის წინადადების მიხედვით ბირთვული მოლაპარაკებები მხოლოდ მოგვიანებით დაიწყება, ჰორმუზის სრუტის გახსნის, ბლოკადის მოხსნისა და ომის დასრულების შემდეგ. ანუ ირანი უბრალოდ სთავაზობს იმ მდგომარეობაში დაბრუნებას, რაც ომის დაწყებამდე იყო. მაგრამ აშკარაა, რომ დონალდ ტრამპისთვის ასეთ წინადადებაზე დათანხმება სრული მარცხი იქნებოდა. ამასობაში ორშაბათს ნავთობის ფასები 1%-ზე მეტით გაიზარდა, რადგან აშშ-სა და ირანს შორის მოლაპარაკებები ჩიხში შევიდა. მიწოდება ჰორმუზის სრუტის გავლით კვლავ შეზღუდულია, რაც მსოფლიოში ნავთობის დეფიციტს აძლიერებს. შედეგად ორშაბათს ბრენტის ნავთობის ფიუჩერსები გაიზარდა და თითქმის $107 მიაღწია ბარელს. აქცეპტილ ზავსო. თქვენი აზრი და დასკვნები კომენტარებში დაწერეთ ამ გამოშვების ქვეშ. გამოიწერეთ არხი, დააჭირეთ ძარს და არ დაგავიწყდეთ მოწონება. თუ გსურთ ამ YouTube არხის მუშაობის მხარდაჭერა, ეს შეგიძლიათ გააკეთოთ ნებისმიერი დონატით ან ფასიანი სპონსორული გამოწერით. ამ ვიდეოს აღწერაში მოცემული ბულებითა და რეკვიზიტებით. იქ სხვადასხვა ფორმატებია. ან გადადით თქვენს ეკრანებზე მოცემული QR კოდით. ეს არხის მხარდაჭერის ყველაზე მარტივი გზაა. ამისთვის მადლიერი ვიქნები. ამით ყველაფერი დასრულდა. იზრუნეთ საკუთარ თავზე. ყველას ნახვამდის.